მეთქა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. მოკლედ ზმანოდან დღეს არის მეშვიდე მსოფლიო კრების მამათა ხსენება, რომელმაც აღადგინა ხატთაბანისცემა, იყო ესეთი პერიოდი თქვენ ეკლესიის ისტორიაში, რომ აიგზავნა ხატების არასწორად ხატების თაბანისცემა და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი მოწმეები, ჭეშმარიტი პატრიარქები, ჭეშმარიტი ეპისკოპოსები, ბერები, ერისხალხი ზოგი მოწამეობრივადაც კი აღესვა ამის გამო. და დღეს არის მოკლედ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ დღეს არის ყველა ხატის ხსენებაც, ასე ვთქვათ. და მათ შორის ივერიის ღვთისმშობლის ფოთის ხატის ხსენება. მოკლედ დიდი დღეა, ჯერ თქმირა დღეა და დიდი დღეა და პლუს ემატება ეს სასწაული დღესასწაული. მე ახლა ხატის შესახებ მინდა საინტერესო რამ თქვა, მაგრამ მანამდე ესეთ რამეს ვიტყვი, რომ ადრე ახალი მოდელი ვიყავი რაღაც 1 წლის 2 წლის აღარ მახსოვს და ყოველთვის ქადაგებას ვამზადებდი ესე რომ კონსპექტი მქონდა და მოკლედ სერიოზულად უდგებოდი იმას. რა მოგივიდა კაცო, სულ ესე არის მე კონსპექტით ხელმძღვანელი. ამ დროს რაღაც გლების შეკრება იყო და იქ რამოდენიმე მდევრმა თქვა, რომ როგორ შეიძლება კონსპექტი. უნდა გამოხვიდე პირდაპირ და იქ გადაგო პირდაპირ და ღმერთი დაგეხმარებაო და არ არის სწორი კონსპექტი. და მე რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ ალბათ ესე იგი რაღაცა რომ დაგცინებდი რაღაც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი და მეპირებოდი ახალი მოდელი ვიყავი და მეთქი ალბათ არასდროს ვაკეთებ და ნეტა ისე რა უნდა ვილაპარაკო და რა მე პრაქტიკაში კი მივხვდი რომ სწორი ვიყავი, მაგრამ სანამ პრაქტიკაშიც მივხვდებოდი რომ სწორი ვიყავი, ჩვენ მივედით ერთ ძალიან გამოცდილ ბერთან, აი რასაც იტყვის რომ ნამდვილად ესია ესეთ ბერთან და უთხარით რომ ესე იგი ნაწილი მუდლები ამის მომხრე იყვნენ, რომ არ შეიძლება ქადაგების მომზადება, პირდაპირ გამოყვა, პირდაპირ უნდა ილაპარაკო. მე და ერთი ვიყავით, რომ პრაქტიკულად მე ვიყავი ერთი, რომ კონსპექტს რომ უნდა მოგვეშველიებინა ამ იდეით და ამ ბერმა თქვა, ვითხრა, რომ ესე იგი აი ნამდვილად რასაც იტყვის, რომ ისე სწორია, ესეთმა ბერმა ვითხრა, რომ აუცილებლად საჭიროა კონსპექტი. აუცილებლად. ისეთი გამარჯვებული ვიყავ. იქ დამამდაბლა ღმერთმა დამცინოდნენ აქ აღმამაღლა და ძალიან გახარებული ვიყავ. ეხლა ეს რატომ მოვაყოლე? კონსპექტი დამჩა მოკლედ დავკარგე კონსპექტი და ეხლა უნდა აღვიდგინო ჩემი გონებით, მაგრამ ნუ არა უშავს რაღაც მახსოვს დაახლოებით კონსპექტში, მაგრამ ისეთი კაი რაღაცები ეწერა, მაგრამ არა უშავს სხვა დროს ვიპოვი და აღვაყო. ამიტომ ეხლა ვიწყებ ეს. ასევე მინდოდა დამეწყო, რასაც ეხლა გეტყვი. მოკლედ ხატს ეხება თან ხატების ხსენებაა და მოკლედ აი ჩემი განცდები გინდა რა, გითხრათ, სული სასარგებლო იქნება აუცილებლად. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიწყებთ მოლოცვებს ყველიერის ხუთშაბათს. ყველიერის ხუთშაბათს შიომღვიმერ გვაქვს, დაახლოებით ეს ყოველთვის თითქმის მარტში უწევს. მივდივართ შიომღვიმერში და ასე ვთქვათ, სეზონს
ხსნით მომლოცველობის სეზონს, ასე ხსნით. აი ამ წელს, როცა ჩვენ მოვილოცეთ შიომღვიმე და მოვდიოდით, რომ წამოვედით. ხედავ, წამოვედით და მოვილოცეთ ყველაფერი და წამოვედით და შიომღვიმის მონასტერს ისე გავხედე და იყო განათება. მზით. რაღაცა მოღრუბლიც კაი ამინდიც იყო ის. იქ სადაც შიომღვიმეს გამოეცხადა ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი ხო გახსოვთ ეგალა. ნუ იმას პირდაპირ ჩაული 5-10 მეტრში. ისეც იყო განათება. მე რომ წამოვედით ესე გზაზე იქ ხო, ისე დახვეული გზა, ხედავ ჯვარ-პატიოსანი ზემოთ რო ავდივართ მე-12 საუკუნის ფრესკები. ხედავ ისეც განათებული. აქეთ წამოვედით კოლასუბნის სულის ეს ადგილია, ხო გახსოვთ? კოლასუბნის წმინდა გიორგი ხედავ განათებული, ანუ მზით აი სპეციალურად სხვა ადგილი რო არ არის განათებული და ეს რო არის განათებული. აქეთ წამოვედით ღვთისმშობლის პატარა ბაზილიკა როა ჩვენ ხშირად წირავდით იქ. ეს განათებული. გავხედე იმას რა ქვია კარსანს ნინოს ბაზილიკას ის განათებული. მოვდივართ ჯვარი განათებული. სვეცხოველსაუბრ განსაკუთრებული განათებული. გამიგე? აი რომ წინავს. ახ მეთქი რა საოცარი და ნუ ახლა განცდებს გიგნებით ვიფიქრე რომ ალბათ მთელი წელი ისეთი საოცარი მომლოცვა ის წმინდა ადგილების მოლოცვა იქნება განსაკუთრებული მეთქი. და ეხლა ჩვენ დავაგვირგვინეთ, ნუ ახლა შეიძლება მაინც წავიდეთ, კაი ამინდებია, მაგრამ ასე ვთქვათ ოფიციალურად თქვით რომ შიომღვიმე ხო გახსნა იყო, ხოლო დახურვა ლაშარში წავედით, ფუძნარში ჯერ და მერე ლაშარში. ეს იყო აი ახლა წინა კვირას, ეხლა კვირას. გამიგე? ეს იყო სასწაული ფანტასტიკური მოლოცვა ჩემო ძვირფასებო. და მე იმიტომ გამახსენდა ეხლა რაც მოვყევი ყველაფერი, იმიტომ გამახსენდა რა. რაღაც სასწაული. ხო და აი კიდე რა მინდა თქვა თიანეთში რო წავედით ოჯახით ხო მივდივარ ხოლმე ზაფხულში. ვიწყებ თქვა წავალ ჯერ მე და გიორგი ან რომელიმე ჩავალთ ხოლმე. და ეხლა მე და გიორგი ვიყავით, მოგიყევით ეს დილა რო გათენ და რა ხდებოდა ეგეთი რამე არ მინახე. ბულბულების, იადონების და შაშვების ისეთი გალობა იყო, მე მოგიყევით ეს თქვენ. დილით რო გამოვედი უთენი. მე და გიორგი ვიყავთ ეს გეუნები მაისის ბოლოს. ესეც რაღაცნაირად მენიშნა რომ თან ბუნებაა ჩართული მეთქი რა. ხალხო მე გიყვებით ღვთისმშობლის ბაღში ვარ, ბაღში ცხოვრობ. ღვთისმშობლის ბაღია საქართველო. და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ საკვირველია ნამდვილად რა. ისეთი და მე მაშინ თქვი რომ ქადაგებაში რომ ესე იგი ეს იყო რაღაც საოცარი რამ არ მინახია მსგავსი არასოდეს არაფერი. აი ვაჟებშავებმა ხო ნახა ჩხიფთა ქორწილი არა? ხო და აი მე ვნახე აი რა ქორწილი იყო თუ რა იყო ბულბულების, იადონების და შაშვების ისეთი გალობა. მაშინ დავაფიქსირე დაახლოებით და თიანეთი არის 90 კილომეტრი. სულ ტყე და ველები და ალპური ზონები. სიგრძე და სიგანე არის 70 კილომეტრი. და აი მთელ ამ ტყიდან მოდიოდა ეს ხმები, ახლა ძალიან შორეული იქით 10 კილომეტრი, ალბათ არა, მაგრამ რაღაცნაირად გესმით რა ხდება, რა გალობა მოვისმინე. და ამ დროს ჟალეთში ყოველთვის მივდივარ წმინდა ნინო სადაც არის, სადაც იყო. ლაშარში ყოველთვის მივდივარ და ფუძნარში რო ავდივართ ეს სადაც რაც მოვილოცეთ ეხლა რო ვიყავ პირველად ფუძნარში. და ფუძნარში ვერავენი ხალხი. მთელი ზაფხული. აი ჩაუვლით და მოდი ეხლა მეჩქარება და იქიდან რომ წამოვალ, იქიდან რომ წამოვედი კიდე მეჩქარებოდა. მთელი ზაფხული ესე გაიარა და ბოლოს შევწუხდი მეთქი ფუძნარი, როგორ ფუძნარში, როგორ არ
არ ყოფილვარ მეთქი, როგორ გავიდა ზაფხული. და ბოლოს ვიფიქრე, რომ წამოვალ. რომ ჩავალაგეთ, ჩავბარგო, წამოვედი. აი მაშინ შევივლი მეთქი. და მოხდა ის, რომ დამაუწყდა. საერთოდ იმ გზიდან კი არა, სხვა გზით წამოვედი, საბადო. და რომ მოვედი თბილისში, ანუ დამთავრდა ჩვენი ეს ზაფხულის ადრედეგები, ოჯახის, დავაფიქსირო, რომ ფუძნარში ავყოფილი. აუ, ძალიან შევწუხდი რა. და იმის მერე სულ მინდა რომ აი ავალ ფუძნარში ერთხელ დავგეგმე, მაინც ვერ ავედი. და ქვათახევში რომ დავგეგმე და ვერ წავედი, იმიტომ რომ ძალიან აწეული მქონდა შაქარი, ცუდად ვიყავი და გავაუქმეთ ის მოლოცვა. და მე ეხა რომ მოვიდა, ანუ წინაპირას ეს დრო არ მინდოდა წავსვა, იმიტომ რომ რაღაც ისე ცუდად ვიყავი, რა ძალიან ცუდად ვიყავი და მე ვიფიქრე რომ შინაგანად არ მინდოდა, მაგრამ რადგან აი ეს რაც გითხარით, ეს გაცდა ფუძნარში არ ყოფილა და ძალიან მეხამუშებოდა, ვთქვი, ვიფიქრე რომ აუცილებლად სულ რო არ წამოვიდეს არავინ მეთქი. ნუ იქ არ წამოვიდა ძალიან ბევრი და ეს სტიმულია ხო რომ ერთ უთხარი არ მოდის, მეორეს უთხარი არ და ვიფიქრე რომ მე მაინც წავალ. ვარ სიმღერაც არის, მე მაინც წავალ, ვიფიქრე სულ ერთი რო დამჩე, მაინც წავალ, იმიტომ რომ მინდოდა რომ ფუძნარი მომელოცა. ხო რომ დამჩა ხინჯად ხო. ხალხი თურმე რა ხდება, აი სასწაული. თურმე ღმერთმა, ნუ ამის მერე აბა რა დასკვა უნდა გამოიტანო. თურმე ეს მოაწყო უფალმა, აბა თქვა სახმან ისრაელის სამარამე თუ კეთი რამე თუ უნისამდიას წყალობა ისი სხვა რა უნდა იფიქრო. რაღა იმ დროს, როცა გადავწყვიტე, როცა არ შემეძლო, მაგრამ აი რადგან ფუძნარი ვერ მოვილოცე, აუცილებლად წავალ მეთქი და დავადექი გზას და წავედი და თან ბევრი ხალხი წამოყვა, მე მეგონა არავინ არ მოდიოდა. 8 მანქანებს საკმაოდ ბევრი ლაშარში 50 კაციანი არაჩვეულებრივი საკეითო მაგიდა მეჭიაურელის გაკეთებული და სულ ყველა ეს 50 კაცი თუ მეტია. და ეხლა რა ხდება? მივდივართ ფუძნარამდე, დარჩა 2 კილომეტრი თუ 3 და ვხედავ აი ქართველი ვაშკაცი ბიჭები მოდიან, დიდი ხატი მოაქვთ ნიკოლოზის. სად მიდიხარ ბიჭო, ხო არ დაგეხმაროთ? არა, თბილისიდან მოვდივარ, დილას გამოვედითო და ფეხით მოვდივარ. თუ წინა ღამითაც წინა დღით წამოვედითო, წარმოვიდგინეთ, ფეხით უნდა ავიტანოთ. საკმაოდ დიდი ხატი, საკმაოდ. ჩვენ არ გვაქვს მაგ ხელახატი. საკმაოდ დიდია, ეს ცოტა უფრო დიდია, მაგრამ აი რაღაცა სიგანეში რომ დავაპატაროთ, ამ ხელახატი, წმინდა ნიკოლოზი. მივედით ეხა ჩვენ გვეჩქარება ლაშაში, მაგრამ ფუძნარი ხო თქვი ეხა ისთვისაც ვიდიოდი რომ მომელოცა და ფუძნარში და როშ მივედით მოვილოცეთ გემრიელად და ეხა გვეჩქარება იმაში ლაშაში და ცოტა მოკეიფე ხალხი გვეუბნება მრევლის წევრები რომ გვეჩქარება ჩვენ იგერი ისინი 1-2 საათ ვერ ამოვიდნენ. მე ვუთხარ ბიჭო, აქვე არის მე 3 კილომეტრი, 3 კილომეტრიო ამ ხელახატი მოაქვს, 3 საათი უნდა 2 საათი. და ვიფიქრე კაცო ეს ვაშკაცურად მოდიოდე, მოდი პარაკლის ჩავატაროთ. კი რა ღვთისმშობლის, ის ხო ღვთისმშობლისა ფუძნა. ვატარებთ ღვთისმშობლის პარაკლის ხალხი. და ამ ლოცვის დროს შემოაბრძანეს ხატი. ესე იგი, ღვთისმშობლის ლოცვით, ღვთისმშობლის შეხვდა წმინდა ნიკოლოზს. აი ეს ნამდვილად ეს. და მე ყველა მოვილოცეთ და ნიკოლოზის ხატი დააბრძანეს, ყველა მოვთხრიეთ და აი მე მივხვდი თურმე რატომ მოხდა ეს ყველაფერი. გამიგე. აი ხო სხვა რა უნდა იფიქრო. ხო სწორია რა. რატო იქ მთელი ზაფხულის განმავლობაში ვერ ჩავედ. მე რო იქ მომელოცა ფუძნარი, აღარ წავიდოდი ფუძნარში და მოსალოცე. აი ესეთი სასწაული გამოხდა. ნუ ეს ჩემი ფიქრებია, ჩემო ძვირფასებო, ჩემი განცდებია, მაგრამ ეხლა რა ხდება? წავედით ლაშარში. ლაშარი ძალიან ლამაზი ადგილი. იქ არის ნიში ჩამოტანილი
რადგან თავარი ლაშარი ხევსურეთშია და იქ ვერ ადიოდა ბევრი მთიელები, ჩამოიტანეს კახეთში გადასახლებულმა მთიელებმა, ჩამოიტანეს ნაწილი, წმინდა ნიში ჩამოიტანეს ერთი ნაწილი იქ, სადაც ლაშარია, თიანეთიდან 20 კილომეტრი და ითვლება წმინდა ადგილი, ჯვრის და წმინდა გიორგის დიდ მადლ. და მოვილოცეთ ჩემო ძვირფასებო და კიდე რამე ნიშნა, იცით, გახსოვთ მე ქადაგებაში თქვი მე და გიორგი ლაშარში წავედით მე და ოქროსფერი და ყავისფერი ოქროსფერი არწივი რომ ნახეთ რა. ის არწივით რო გადაგვიფრინდა, ისეც გამახსენდა, ყველაფერი ერთად. ნუ ზივართ უკვე ვილოცეთ, ყველაფერი წირვა იყო ხო და აღსებული ვართ ამ დიდი სიყვარულით, რომ ნიკოლოზის ხატი მობძანდა ღვთისმშობლის ტაძარში, ჩვენ შევეგებეთ, ჩვენ გავხდით ღირსნი, პარაკლისი ჩავატარეთ, ღვთისმშობელი შეეგება წმინდა ნიკოლოზს და გვიხარია უსახო. და ეხლა ამდენ ლოცვის შემდეგ მოვიდა ჟამი ნუგეშინის ცემის, ანუ სუფრას ქვია წირვის მერე ნუგეშინის ცემა. გამიგე? ზოგს кейფის ისა ეშინია, რომ ამაო როგორ გეკადრება. ეს პირდაპირ წერია საღვთისმსახურო წიგნებში, ერთი რამ გამახსენდა, ამასაც დაუმატა. ჩვენ უფრო ღრმად მე და სხვა დროს გავში, 6 მთაწმინდელი იყო ათონის სულიერი მოძღვარი. და ათონი ეს მე-10 საუკუნე და ათონის მთა ჩემო ძვირფასებო ითვლებოდა წვერვალად მართლმადიდებლობის ფუძე და იქაური, ანუ ათონის სულიერი მოძღვარი ითვლებოდა მთელ სოფლიოს სულიერ მოძღვარი. მაშინ გამყოფაც არის იქით და დასავლეთით და ჩვენ ყველა ვიხავით მართლმადიდებლები. გამიგე? მთელი სოფლიოს მოძღვარი იყო 6 მთაწმინდელი. გესმით? და 6 მთაწმინდელს ბერძენმა ბერებმა ის ყველასი იყო, როგორც ქართველების, რადგან იყო ათონის. ათანასე ათონელმა თქვა, მე რო გარდავიცვებიო, იოანე იყოს წინამძღვარიო ათონის, მთელი ათონის და იოანეს შემდეგ 6. და 6 სხვათა შორის ეს მარტო სიტყვიერად კი არა, ისედაც დამტკიცდა. თუმცა ათანასე ათონელი, რომელმაც დააფუძნა ათონის და დედით ქართველი იყო სხვათა შორის, მისი თქმა უკვე ბეჭედი იყო, რომ ეს ნამდვილად ასე. მაგრამ კიდევ დაამტკიცა უფალმა, იმიტომ რომ ფერისცვალება დღეს 6 წირა უმაღლეს მწვერვალზე ათონის ზღვის დონიდან 2400-ია მე მგონი, იქ ტაძარია ფერისცვალების და იქ წირა და ყველას თვალწინ გაბწყინდა, აი როგორც ფერისცვალებას გაბწყინდა მაცხოვრი. გესმით? 6 მთაწმინდელი. და აი ასეთ 6 მთაწმინდელს ჩვენ და სასიკადულოდ ბერძენმა ბერებმა მიმართეს და თხოვეს დაგვიწერე წესდება, როგორ უნდა ვიცხოვროთ. და 6 დაუწერა წესდება, როგორ უნდა ილოცონ, როგორ უნდა ესე იგი საზოგადოებაში როგორ მოიქცნენ, ხო, ხანდახან სტუმრები მოდიოდა, ხანდახან ბერს უწევდა დატოვება ათონის და თესალონიკში გადასვლა ზოგჯერ უფრო შორ ქალაქებში, ხო, და რომშიც კი წასულან, მოკლედ საზოგადოებაში როგორ უნდა მოიქცენ, მიაღწიეთ ყურადღება მარტო ბერები კი ეს ჩვენს გვეკუთვნის, ესე იგი როგორ უნდა ვილოცოთ წესდება, მაგრამ ჩვენ უფრო შემსუბუქებული რა თქმა უნდა, როგორ უნდა მოიქცეთ საზოგადოებაში 6 მიერ დაწერილი და აბა მესამეს თუ გამოიცნო. კულინარია, ტრაპეზი, როგორ უნდა ვჭამოთ, როგორ უნდა ვსვათ და აქ იყო ძალიან შემწყნარებული. ეს უდიდესი მსოფლიო ასკეტი, 6 მთაწმინდელი. და როდესაც ზოგიერთი მკაცრი მოძღვარი ლობიოს მოხარშავდა და არც მარილს უზამდა და არც ზეთს და არაფერს და ვითომ სიმკაცრისგან ან დააწყობდა ბოსტნეულს, ნუ თქვა კომბოსტოს მოუხარშავს
ან რამე კერძს გააკეთებდა სამარხოს, რა თქმა უნდა, ძირითადად სამარხოს, ექთიმე მიდიოდა თვითონ სინჯავდა კერძს და თუ უგემური იყო, ტუქსავდა და ეუბნებოდა, როგორ არ მსხვენიადო. ბერები ამხელა შრომაში, ამხელა ფიზიკურადაც შრომობდა, ხო იცით, ეგ წესდებაში ესე. და ამხელა ლოცვის და შრომის შემდეგ და ამხელა ღვთისმსახურების შემდეგ ერთადერთი ნუგეში ბერის ის არის რომ ტრაპეზი, გემრიელი ტრაპეზი მიიღოს. და ტუქსავდა, გამიგე? აი აქ მე რო ვთქვი ერთხელ სინკაცრე სისულელია და არ არის სულიერ ცხოვრებაში სწორი, აი ესეთ რამეებს გვევისო, გამიგე? თორე ახლა სინკაცრე გასაგებია ბავშვს ყველაფრის უფლება კი არ უნდა მიცე, ეს გასაგებია აქ, მაგრამ აი მოწყალე უნდა იყო, გამიგეთ ჩემო ძვირფასებო? მაგრამ იყვნენ ბერები რომ აგრეთვე არიყო, აი პირი არ დააკარო, რას ჭამ, უგემური უნდა ჭამო და ასე შემდეგ. ექვთიმე დიდესი ასკეთი, ამის წინააღმდეგი. ეხლა ეს მოიტანა იმან რომ ეხლა ბერები თუ ნუგეშია ბერებისთვის გემრიელი საჭმელი, ახლა წარმოიდგინეთ ჩვენთვის. ახლა იქ რო დამეწყო მე მარტო ისა მოხარშული ლობიო დაგვეწყო უზეთო დაიმათ გესმით ხო ეს დაშვებულია ჩემო ძვირფასებო ისო არაფერი არ უნდა ჭამო არაფერი არ უნდა ჩაიცვა ეს განდეგილი ბერების და ზოგი სამწუხაროდ გამოუცნელი და ბოლომდე გამოუცნელი რჩება სამწუხაროდ ბოლომდე ესეთ რაღაცას აკეთებს და მე ან საერთოდ დაუტრებს ქრისტიანობას ან სულიერად შეიშლება, ან ასე და ან ისე. აი ეს ზომიერება და ექვთიმეს ეს და მე სხვათა შორის ამ საკითხს გავშვი სხვა დროს. და ჩემო ძვირფასებო დავჯექი გაბწყინებული წინახები ლაშაში მეცხოველ ხარ, გაბწყინებული თან შემოდგომის წვანე, ოქრო და წითელი, ძირითადად მაინც ოქროსფერი, აი რენუარი რო ხატავდა ხო სასწაულ ფერებით, აი ესეთი ნახატი იყო ჩვენ. აი ტილო იყო რენუარის თითქოს. სოფლიოს უდიდესი ხატვის. და მამა კახაბერი მოვიდა და მეუბნება რომ მამო ერთ სასწაული უნდა გითხრა. რა მე სახლი ავაშენე იქა სვანეთში. სადაც წარმოშობით არის მამა მისი წინაპრები, სადაც ვენტეხის რაიონია, რომელიღაც სოფელი. და იქო ზუსტად ეს ხედია, ზუსტად გაუგნებული ვარ, გამციფრებული მე განახე. მანახა და ზუსტად ის ხედი. აი ზუსტად იმნაირი მთა, ერთი ესეთი გამოყოფილი მთით, ზუსტად რა იგეგონება რომ ეს და ეს ერთი და იგივე ფოტოა რა. ესეც ხო სასწაული თავისებური. მოკლედ დიდ სიხარულში ვიყავით ჩემო ძვირფასებო და რომ წამოვედით ესე იგი აი უდიდესი სიხარული ასე დასრულდა, ესე იგი შიომღვიმიდან დაწყებული რაც თქვი, აი ეს ჩვენი მოლოცვა და რაღაც უდიდა ყველა გზნობდა დიდ სიხარულს ჩემო ძვირფასებო. ყველა აი რაღაც საოცარ გასაცვიფრებელი ბოლო ან რა არის გასაცვიფრებელი ღვთისმშობლის ბაღში ვცხოვრობ ღვთისმშობლის ბაღში სულ დღედაღამ უნდა ვმადლობთ ჩვენ ღმერთს დღედაღამ საინტერესო იყო კიდე ერთი რამ რომ გზაზე გადაგვირბინა უკვე ღამე დიდმა მელიამ ვითელმა მელიამ მოხელა გულით ესეც სასწაული მოკლედ ღვთისმშობლის ბაღში ცხოვრობ ჩემო ძვირფასებო დღეს ერთმა ქალბატონმა ჩვენმა აპოლამ რომელიც წარმოშობით ჩვენი მრევლი არის ბაღდადიდან სოფელი ხანი ნუ ეს 64 ხანი ესეთი რამ მოგვიხო რომ ზამთარშიო იანვარშიო თაფლი მაჩუკა სამლიტრიანი და ესეთი ამბავი მოგვიხვა რომ ზამთარშიო 54 სკა ქონდა ჩემ მეზობელს აი ღვთისმშობლის ბაღი და მოვიდა ზამთარი რო იყო დათვი დიდი დათვი და დაამტრია ერთი ისაო სკა და დაიწყო ჭამა თაფლს და გამოვიდნენ ფუტკრები დაკბინეს გაგიჟდეს დათვი წარმოიდგინე ხა რა სიმწარე იქნება და დაერია და 54 სკა დაამტრია აი ხო ეს სამწუხაროა მაგრამ
თვითონ რასასწაული რამეა რა მაინც რა რომ აი ღვთის შობლის ბაღის ერთ-ერთი ამბავი რა ესეთი ზღაპარი რა და 54 სკას უთხრამდა ფეხებს ხელებს თუ რა თათებს თუ რა ქვია ტორებს დათვის და ესე და გაიქცა წარმოიდგინე ნუ მე მოკლეს თურმე ეს დათვის საცხარი და აი ესეთი ამბები ესეთ საოცარ ქვეყანაში ცხოვრობ ჩემო ძვირფასო ეხა მე მინდა ამით დამესრულებინა მაგრამ ერთი-ორი საკითხი ძალიან მოკლედ რო არ თქვა არ შეიძლება და ამით დავასრულებ მოკლედ ერთი სასულიერო პირი აღარ ვამბობთ ეხა ჩვენ სახელებს რომელიც ძალიან პოლიტიკაში იყო გადავარდნილი და არასწორად ამბობდა ყველაფერს მე მის შესახებ არა პოლიტიკური არამედ გაგვრით ადრე თქვი რომ უკვე არასწორი იყო ეს კაცი იმით რომ ამბობდა რომ სახარებაში ჩამატებულიაო რაღაცეებიო და ეს არ არის სრულყოფილი სახარებაო ჯერ ეს აკადემიერება მე ვიღაცა მომწერა მაგას არ ამბობსო ისო როგორ არ ამბობს გავუგლებ და ნახე მე რაღაც მსგავსი რაღაცები მოკლედ და ეხლა თლად გამოაჩინე თავი მე ამას იმიტომ ვამბობ რომ ზოგიერთი ახალგაზრდა თქვა აი ჭეშმარიტი მოძღვარი ალბათ ისეთი აზროვნების ახალგაზრდები ვინც თქვათ იქ რო დადიან თუ რა ვიცი არა ახლობლებმაც ვითხრეს ჩვენ ძალიან და დაინტერესდნენ იმ პიროვნებით აჰა ღმერთმა გამოაჩინა ვინცა ღმერთმა რა თქმა უნდა მე ვლოცავ მას და ყველას ვლოცავ მაგრამ გამოაჩინა რომ კაცი არც ლოცვა საჭირო დილის ლოცვას არ არის ლოცვა სისულელიაო საერთოდ ფსალმუნება სისულელეო იესოს ლოცვა როგორ შეიძლება მაგის ლოცვა და საერთოდ ყველაფერი არანაირი ლოცვა გამიგე იქეთი ის არის გრძელი ბლოკი მომიტანე მე მგონი უნდა იყოს რა თუ ჩამოვიდა და იქ კარგად წერია და მოკლედ ამ კაცმა რაღაც ისეთი დაიჭირა რომ ალბათ სადღაც წაუკითხია და ეგონა რომ ჭრეტელობითი დაიჭირა ესე იგი რა საჭიროა ღმერთმა ყველაფერი იცისო და მე ღმერთთან შეერთებული ვარ რაღაც დაახლოებით ესეთი აზრი თქვა და იყვნენ ჩემო ძვირფასებო ისეთი წმინდა მამები ერთეულები აი ერთეულები რომ ვერ ეგარჩუ დიდი ხოდა მოკლედ საინტერესო მოკლედ ჩემო ძვირფასებო არა უშავს რაღაც ისე ვიტყვიზე ესე იგი ისი ხაზმის ესე იგი აი რაღაც საოცარი ლოცვების საოცარი განდეგილობის შემთხვევაში ძალიან ცოტა მაი თქვათ გრიგოლ პალამამ უფრო ადრე სისოი დიდმა თითებზე რო ჩამოთვლი რო იტყვია უფრო მეტნი არის რა თქმა უნდა მაგრამ მიაღწიეს იმას ისეთ ზოგჯერ ხდებოდა რომ კი აღარ ლოცულობდნენ ანუ ღმერთთან შეერთებული იყვნენ აი აღმაფრენა ახტაცება ქონდა როგორც პავლე მოციქული რო აღიტაცა მესამე ცაზე ღმერთმა ხო იქ უკვე რაღა ლოცვა იყო საჭირო მიხვდი პირდაპირ ღმერთთან აი ესეთები სისოიდის და რამოდენიმეს ჰქონდა ისეც მუდმივად კი არა რაღაც გარკვეული პერიოდები ელაპარაკებოდნენ და არ ესმოდა იმან იმდენმა ეთყობა იფიქრა რომ ამ დონისვა რომ მოკლედ რაც დიდმა ბერებმა დიდი ღვაწლის შემდეგ მიაღწიეს ეს იწყებს იმით გამიგე და სწორედ იმდენს მიმართა რომ სწორედ მათ მიაღწიეს იესოს ლოცვით ფსალმუნდ გალობით და სხვა რაც არის დაწესებული ეკლესიაში ამ ლოცვებით დიდი ხნის და დიდი ბრძოლის შედეგად ხოლო იესოს ლოცვის შედეგად ახლა რაც მინდოდა წამეკითხა წმინდა მამების აზრია ვინცო ამასო დაიჩემებსო რაც იმ მოძღვარმა დაიჩემა რომ თითქოს მაშინ ისო ან შეურაცხადიაო ან აუცილებლად გახდება შეურაცხადი ხოდა მე მებრალებ რას როგორ ხმნის ყველას ახალგაზრდობას ვინც დაიჯერა მისი და ასე შემდეგ
მებრალება და ეს ჩემი სიტყვა მკაცრია მისდამი, იმიტომ რომ მე მას არაფერს ცუც არ უსურვებ, რომ აზზე მოსულიყოს და უსურვებ, რომ საქართველო უყვარდეს და არა მანქურთები, მე არ გულისხმობ ხა იმ ყველას იქ ვინც მიტინგზია, მაგრამ ძალიან ბევრი ნამდვილი მანქურთია, ვისაც საქართველოს სისხლის ზღვარაში ბანაობა უნდა, ის არის მანქურთი და საქართველო ჯერჯერობით დგას ფეხზე და ამას არ დაუშვებ არავითარ შემთხვევაში. მოკლედ ესე დავამთავრებ ჩემს სიტყვას, ვლოცავ ყველას, იმ სასულიეროსაც და ყველას. ხო, და კიდევ ერთი, მე რაღაცნაირად ზოგმა გამაკრიტიკა, იქ არ იყო ხა იმას აღარ ვეხები კაცო, სიყვარულით ჩავიხუტე და იმაზე არა. სხვაზე იყო ლაპარაკი, ისეთ საშინელება თქვა ერთმა ერის კაცმა, მე მაპატიებ ცოტა შეიძლება ზედმეტი რაღაც მომივიდა ავიღებიდევაც გადაგებიდან ის, მაგრამ ყველაფერი ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, ცუდი არა, მაინც ფარგლებში, ცნებების ფარგლებში. ვიღაცებმა გამაკრიტიკეს ისაო, რატო უთხარიო, ესე რატო უხსენე, ვინ არ მოიხსენია. ეხლა, კაი იმას არ ეხება ეს. ვინც ეკლესიას და ცუდად მოიქცევა და ეკლესიის წინააღმდეგ სიტყვის, აი მაგალითად ეხლა პრეზერვატივებზე დაახატეს თამარ მეფე და წმინდანი. და ისა რა ქვია, ჩვენ მაგრა გამოვაწყეთ ის. მაგრამ უწმაწუხი არა ლიტერატურული სიტყვით არა, მაგრამ გამოვაწყეთ. და მაშინაც გავაკრიტიკა ზოგიერთმა, ეგ რა ქრისტიანობაა და რა ვქნათ ეხა მე რაც ეს ვინც გააკეთა, გეთახვა ესე უნდა ვთქვა, იმეჩვენი გეთახვა. არ წვენიათ ხალხო, ეს უღირსება. აჰა დღეს თუ წინაპირას წაიკითხა. ეფესერთა მესამე თავის მეორე მამუკა მახსოვს ყოფილი ძალიან ჩამჩა. ეგზალენით ძახლებსო ცნება და ის რა მოყვასია ხალხო ის თუ შენი მოყვასია და შენც მაგ გვერდზე დგახარ მაგის გვერდზე როგორ შეიძლება ეგა მაგათ მე არ ვამბობ რა ქვია რაღაც ძალადობაზე და რაღაცას მაგრამ ყური უნდა აუციო ეგეც რო შეგვიძლია მინიმალური დარჯა არის როგორ ხალხო შენ გვერდით იდგეს კაცი გინდა ხალი რომელმაც რაც თქვი ვეღარინე ნუ რა ვიცით ეს ყველაფერი ეს გააკეთა და ზოგიერთი ის რა ქვია მისულიყავიო და გეთქვაო გეთაყვაო ეს მოყვასო ჩემო ხალხო უღირსებაა ეს იცოდე და წაიკითხეთ ვინც ამას მეუნება წმინდათა მოწამეების ცხოვრება და ნახავთ 98% მოწამეები პირდაპირ მიმართავენ იმ ტარვალებს თქვენ უგუნურნო მოღალატენო გელნო და რა ვიცი რასა ვიმუშავებ ერთი ამოვწევ და მე წაგიკითხე ასე რომ ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ მიმეორე ძალიან სხვანაირი დროა ომის ზღვარზია მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ხო ხედავთ რა ხდება ეგრე ვენესუელაში ომი იწყება მთელი ვენესუელის პრეზიდენტმა მთელი სამხრეთ მთელი კონტინენტზია ლაპარაკი ფეხზე დავდგებით ეხლა ტყუილა არა მოხს ეს კაცი ხო მთელი ამბები აქეთ რა ხდება იქით რა ხდება ცდილობენ ეს ანტიქრისტიანული ძალები რომ მოსპონ ქრისტიანობა დედამიწაზე არ იშურებენ არაფერსო საქართველოში აღმოფხრან ის რაც ჩვენი ტრადიციები ახლა ჩვენ ისეთ დროში ვართ რომ აი უკვე აღარ არის იმის დრო 30 და 20 და თუ გინდა 15 წლის რო იყო მართლა რაღაც სხვანაირი გვაქვს სულ პირდაპირ სულს ხვდიან უნდათ რომ წაგვართვან ქრისტიანობა უნდა წაგვართვან შვილები და ასე შემდეგ მეტი რაღა გინდა რა ხდება ხო ხედავ რა კანონებს იღებენ 8 წლის ჯერ იყო 12-ზე ეხლა 10-ზე და ეხლა თურმე ფსიქოლოგებს უმჟელია რომ ძალიან დიდია 10-იო 8 წლის ბავშვსაც აქვს უფლება პატარა 8 წლის გოგონა თურმე და ალბათ კიდე დაწერენ ქვემოთ რომ თუ თქვა რომ მე მშობლებო მინდა ბიჭად ვიქციან 8 წლის ბიჭი მე მინდა გოგოდ ვიქცე და მოვა ჯგუფი წაიყვანს და გადააკეთებენ გესმით მეტი რაღაც სატანიზმი როგორ მოდის უნდა მიხვდეთ რომ
თქვენზე არ არის ლაპარაკი იმ ერთეული. როდის უნდა მიხვდე? როდის უნდა მიხვდე და მიხვდე, რომ ეს სატანიზმია ეს ყველაფერი, ეს არ კმარა, რაც ეხლა თქვი, თამარ მეფის და ეს არ კმარა, მოკლედ. დავამთავრებ. გამოიტანე ჯვარი. მოკლედ, ვამთავრებ ესე. ჩვენ ბედნიერი ხალხი. ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ვართ გამარჯვებულ ბრძოლაში ჩართულები და თუ ჩვენ არ ვართ ქრისტეს, მე რაც ღმერთმა დაგვიფაროს, კი აპირებენ რომ წაგვართვათ. მაშინ ჩვენ გამარჯვებულები შევართ ღვთის სასუფეველში. ხოლო ჯერ აქ ვართ პავლე მოციქული ეხლა ძალიან გამიგრძელდა განახეთ მე ადგილს მრავალ ადგილს სადაც ამბობს სამდიაწეული პავლე რომ მე იქ მინდა ყოფნა ქრისტესთან მაგრამ აქაც მინდა ყოფნა გესმით პავლე რატომ იმიტომ რომ ვიქადაგო ქრისტემ გამიგე ესე იგი ბედნიერება ამ ქვეყნად ყოფნის არის ის რომ ქრისტიანი ხარ და შენ თვითონ საქმით თუ სიტყვით ქადაგებ ქრისტეს და ის რომ ამ ქვეყნად ღმერთმა აი როგორი ასკეტის მიერ რაც თქვი მე რომ ესე იგი ამ ქვეყნად ღმერთმა დაუშვა რომ ის რაც არის ცნებების ფარგლებში ჩვენ ამით ვისიამ გამიგეთ თვითონ მაცხო არ მაგვითხრა აი ერთი მე მგვითხრა რომ თურმე საჭმელი უნდა იყოს გემრიელი თურმე და საჭმელი 4-ჯერ შივდება ხო კაც 4-ჯერ მოშივდება ადამიანს ხო ნუ 3-ჯერ ხო მაინც წარმოიდგინე რა კარგია რომ როგშია და რო შეჭამრა ღვთისგან არის ეს რა კარგია რა რომ ოღონდ განაღრებაა ცუდი აი ზომიერად რო შეჭამრა და ეს 3-ჯერ ესე იგი რამხელა ნეტარება რა შეხედეთ ყვავილებს ცნება ხალხო ახალი არქი ანუ აი დღეს რო ამბობ ვერს რო ამბობ თეთრს რო ამბობ ჩვენი ღვთისმშობლის წილხვერთ საქართველოში აი ეს შეხედეთ ველებს შეხედეთ ჩიტებს ამბობს მაცხვარი სუნცნება ეს ყველაფერი ანუ ბუნებით ტკბობაც ეს ღვთისმცნება მოცემული ჩვენთვის შემოწმეთ ასე რომ აი ეს ამით ყველაფერი ღვთის ყველაფერი დაშვებულია რაც კარგია ღვთისაგან ხო მაგალითად ნუ იმრუშე მაგრამ უფალი ამბობს რომ ნუ იმრუშე მაგრამ უფალმა დაუშვა რომ კანონიერი ცოლი ყავდეს გამიგეთ ესე ყველაფერი დაშვებულია ის რაც ქრისტემ დაუშვა ის არის ზუსტად კარგი და ნეტარი და ბედნიერი და მუგეშინის მომცემი ამ ქვეყნად ძალიან გამიგრძელდა ეთქობა დასვით და დავამთავრებ ჩემი თბილისი და საქართველო არ ვიცი ასე რამ შემაყვარო ჩვენთან არის ხოთა გამიგრძელდა მაფათია მინდოდა გამომჩნდა ეხლა ამათო მე და ნინო შეგვეძინა 22 შვილიშვილი შეგვეძინა პარიზში მიქაელის და მარტინი დავარქვით მარტინი ფრანგული სახელი მშობლებმა დაარქვეს აი ისა ჩემი გზალი ნინო და მიხეილ შეეძინა ქართველი ჩემი გზალი შეეძინა ჯვარდაწევრი რა თქმა უნდა მიხეილი და ნინო და მარტინი და ჩვენ ბავშვებმა ცოტა ადრე ერთი ზაფხულში გააგზავნეს რა ქვია იმას დნმ-ის ანალიზი ჩვენი გოლფაზეების რა და მე რაღაც თითქოს არ ჯერა თითქოს რაღაცა ანუ მეცნიერებაა და მტკიცებულებაა და
მითხრეს რომ ამოვაგდებსო ვინ ვარ ჩვენ მართლა ქართველები ვართ სუფთა ქართველები ვართ კიდე რა გვიდა სანამ პასუხი მოვიდოდა ძალიან ამხორი აქ რა ჯერ იმიტომ ამხორი აქ რომ ვიფიქრე რომ კაცო ქართველი ვარ ხო სულით ხორცამდე წვეთი სისხლის არ არის ჩემში არა ქართული galaktionis არ იყოს და უცებ რო აღმოჩნდეს რომ ქართველი არა მე ისეთი ბრძოლები მქონდა რომ ვიფიქრე რომ აი ესეც რომ მოხდეს მაინც ქართველად დავრჩები ადამიანი ხო დონკიხოტია წარმოიდგინე დონკიხოტური ამბები რა დამემართა მე ვიფიქრე რომ თუ არა ვარ ქართველი ამოაგდებს მე მაინც ქართველი ვიქნები მე დამეწყო ბრძოლა კაი ქართველი ვარ მაგრამ შერეული სისხლი ნეტავ არ მქონდეს მეთქი ის 12 ქვეყანა არ დავასახელებ რომლებიც მუდამ გვემტერებოდა ჩვენ ნუ ეხლა კარგად ვარ ყველასთან მაგრამ მაინც ხო იცი კინაღამ გული გამისხდა მეთქი რო ამოაგდოს იქიდან ერთ-ერთი მეთქი გული გამისხდება მეთქი მაგრამ რა თქმა უნდა და მე ბოლო აღმოჩნდა რომ სუფთა ქართველები ვართ მაგრამ 1% მაქვს ფრანგული ჩის მე ახსენე რომ ყველაზე მეტად მიყვარდა ვიქტორ ჰიუგოს საბრალონი და დიუმას სამი მუშკეტერი და გრაფ მონტე კრისტო და ის ფრანგული ამბები და ვიფიქრე ალბათ ამიტომ მეთქი მე ამ კიდე რაღაცას ხო იმას ეთქვი ამას გიგდებს ხოლმე და ყველაზე სრული ფრანგული გამოვლინება თურმე თეკლას აქვს ჩემ თეკლას ესე იგი დაიხადა კიდევაც ესეთი პროტოტიპი როგორი შეიძლება და სულთა თეკლა აი ვიღაც ფრანგი და რა ვიცი ახდება იქ როგორ ხატავენ და ეს დღეს ვნახავ ჩემ 21 შვილიშვილს თეკლას შვილიშვილს ტიმოთეს აბა თეკლას შვილს თეკლას შვილს გაჩნდა მარტინის დაგლოცო და გაგახავა